მინდა რომ ჩემ ცოლს გემრიელი ბორში დავახვედრო, რომ მოვა სახლში და ერთად გავაკეთოთ. კომბოსტო. ისეთ ნაწილებად, როგორიც ჩვენ გაგვიხარდება, უფრო ტყლად. ახლოვებით ესეთ ნაწილებად ვჭრიმე. გავყაროთ ჩვენი კომბოსტო. მარხვის პერიოდია, მძიმე მარხვის და ბორში ერთ-ერთი სასარგებლო რამ არის. სანამ კომბოსტო იხარშება, კიდე ჩვენ სამშობლოს გაუმარჯოს, ჩვენ საქართველოს. რა თქმა უნდა, თან ყველაფერი მოვაწესრიგოთ, რომ ცოლი რომ მოვა სახლში, ყვირილი არ დაიწყოს. გავჭრათ ხახვი ამასობაში. აი, გადავიტანოთ ტაფაზე. სხვათა შორის ბორშის გაკეთება ჩემმა ძმაკაცმა გიორგი ბალახაშვილმა მასწავლა და მინდა რომ მოვიკითხო ამ ვიდეოდან. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. უფალი იყოს ჩვენი შემწე, ჩვენი მფარველი. დავიწყოთ ამასობაში კარტოფილის თლა. ახლა უკვე ჩვენს კომბოსტოს კარგად ჩაიშუშა და ჩავამატოთ წყალი. თქვენ გაგიმარჯოთ ხალხო. ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, ვინც მოიწონებთ, დაალაიქებთ და კარგ კომენტარს დამიწერთ. სტაფილო და ჭარხალი. რო წამოდუღდება, დავაყაროთ ხახვი მოთუშული, ჩვენი დახეხილი ჭარხალი. გაუმარჯოს გმირებს, გაუმარჯოს იმ ბიჭებს, ვინც დაიცვეს ჩვენი საქართველო. ესე ჩვენი გახეხილი სტაფილო და ჩაუშვათ პირდაპირ ბორშუკაში. ჩვენს ბორშუკას. რამდენიც გსურთ. მთელი წიწაკა პაპრიკა, რამდენი. გემოვნებით ყველაფერი, გემოვნებით რა თქმა უნდა. და მე ძალიან მიყვარს სვანური მარილი. შემდეგ კარგად მოურიოთ და რამდენიმე წუთი ვათოხთუხოთ. აი, გაკეთდა ჩვენი ბორშუკა და ერთად გავსინჯოთ. ძალიან გაია მართლა. გააკეთეთ ბორში. იყავით ბედნიერები.